არის მენელსაცხებელთა დედა კვირიაკე და მინდა რომ 10 მადლის შეგეციო და ღმერთმა გაგახაროთ. მე პირველ რიგში მინდა რომ ღმერთს მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ რამოდენიმე დღის წინ ძალიან ცუდი რაღაცა შემემთხვა და ღმერთმა გადამარჩინა. ღვთისასწაურო გადავრჩი და რაღაცა მინდა რომ თქვენი სახელით მე ღმერთ დღევანდელ დღეს რომ დღეს წირვაზოთ გავარდა შესახვევაზე შემეწევს დგომა, ამისთვის მადლობა მინდა ღმერთ შევწირო დღევანდელი დღესთვის და მადლობა ღმერთს ამისთვის რომ ღმერთმა რაღაცა ჯერ კიდევ მომცა ის საშუალება რომ ქვეყანაზე ისე ვიყო და ღმერთს ისე მესახურა აქ მიწაზე. რაც შეეხება რამოდენიმე დღის წინ რაღაცები მოხდა, იცით თქვენ რომ რაღაცა ჩვენ მოგვიწია გამოსვლა თელი თბილისი გამოვიდა, ყველა ადამიანი გამოვიდა და თავისი აზრი დააფიქსირა, თავისი პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რაც თბილისში უნდა მომხდარიყო. ყველამ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ახლა ამ დღეების განმავლობაში უყურებდით ტელევიზორს, უყურებდით ამ ადამიანების გამოსვლას. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დღეს სასურველ პირებს ძალიან ესე ლანძღავენ. და ძალიან ცუდ გვიხსენებენ და რაღაცა ისე გველაპარაკებიან ჩვენ და ესეთი ტონით გვესაუბრებიან ვითომ ამ ადამიანებს უყვართ ქვეყანა და ჩვენ თურმე ქვეყანა არ გვიყვართ ჩვენ თურმე ხალხი არ გვიყვარს ისე გვესაუბრებიან ისეთი ადამიანები გვესაუბრებიან ამას ესეთი ადამიანები ვისაუბრებენ ჩვენზე ვინც ღედაღამეს სტრიპტიზ ბარებში დადიან სტრიპტიზ კლუბებში დარბიან ღამის კლუბებს არ იკლებენ დროს ტარებას არ იკლებენ რამდენი ქმარი ყავთ გამოწვული ღმერთმა იცის რამდენ კაცთან დადიან ცხოვრებაში და ვისთან არიან და ვისთან ატარებენ დროს ეს რო არიციან და დღედაღამე არაფერს რო არ იკლებენ და დღეს გამოდიან და უფლებებს იცავენ ვიღაც ადამიანებისას და ჩვენ გვასწავლიან თურმე როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები და როგორ უნდა ვცეთ ადამიანების პატივი ამას გვასწავლიან ის ადამიანები ვისაც ადამიანები საერთოდ არ უყვართ საკუთარი თავის საკუთარი ნების საკუთარი თავის ცხვირის იქით რომ არ იყურებიან როგორ დაიბერონ სხეულები ხოდ ამაზე ფიქრობენ და როგორ ანად გააკეთებენ ხოდ ამაზე ფიქრობენ და ხოდ ამ ცხოვრების წესით ცხოვრობენ და ჩვენ გვასწავლიან ჩვენ მართლმადიდებლებს ქრისტიანებს გვასწავლიან თურმე როგორ უნდა გვიყვარდეს ცოდვილი ადამიანი ჩვენ დღეს რო გამოვედით ჩვენ არ გამოსულათ იმისთვის რომ ისინი დაგვერბიან ჩვენ ამისთვის არ გამოსულათ ჩვენ გამოვედით თითოეული ადამიანი გამოვედით იმისთვის რომ ის ადგილი დაგვეკავებინა და მათ ეს თავიანთი დემონსტრაცია თუ რაღაცა არ ჩაეტარებინათ ამისთვის გამოვედით ჩვენი გასარბევად არ გამოსულა ჩვენ ეს მიზანი არ ქონდა რომ ემათთვის გვეცემან ვინ უნდა ვცემოთ ისინი რასაც ემები არიან თავისი უბედურება ეყოფათ რომ ეგეთები არიან იმათ კიდევ ცემა უნდა ვის უნდა მათი ცემა არავისაც არ ჭირდება და მე რაღაცა 2 7 თუ 6 კადრი აქვს სულ 100,000 კაცი იყო შეკრებილი 100,000 კაცი იყო შეკრებილი და 7 კადრი აქვს სულ რომ რაღაცა ვიღაცა უნდა მოექცა 7 კადრი აქვს ალბათ მეტი არც იქნებათ ძალადობის 7 კადრი იქნებათ მაქსიმუმ 10 კადრი შეიძლება გქონდეთ. მეტი არც აქვს. 100,000 კაცი იყო ხალხო გამოსული. ესე არ ხდება ევროპაში, ვითომ რომ ევროპელობას გვეუბნებიან. ევროპაში წავენ ყველაფერს. ანგრევენ ყველაფერს. იმ პერიოდში მეც ვიყავი საფრანგეთში მომიწია ყოფნა, როდესაც ამ წინააღმდეგ აქცია მოეწყო. ამ თვალების წინააღმდეგ და ოჯახებით გამოვიდნენ და პლაკატები ეჭირათ მეუღლეები შვილებთან ესეთი პლაკატები ეჭირათ. მერე ჩაიარეს იმ ქუჩას, სადაც გამათმავლების ქუჩა არის. იმ ქუჩაში ჩაიარეს და ყველაფერი დაანგრიეს ფრანგებმა. ჩვენ არ მისულართ მაგათ სადაც იკრებებიან ესე და არ დაგვინგრევია მათი გარები და მათი შეკრების ადგილები ჩვენ არ დაგვინგრევია. ჩვენ არა ვართ ბარბაროსები. ვიღაცას უნდა ჩვენ რომ ბარბაროსობა დაგვაბრალოს შუა საუკუნეებში უნდათ რომ გადაგვიყვანონ ესე ეძახიან. ვის უნდა შუა საუკუნეებში? შუა საუკუნეებში არიან თვითონ. როგორ დაიკმაყოფილონ საკუთარი ნება და როგორ დაიკმაყოფილონ საკუთარი შეხედულება ხოდ ამაზე არიან. რა ჭამო და რა სვან. მათთვის ღირებულებები ძალიან შორსაა, მათთვის ღირებულებები დგას ძალიან შორს, სადღაც უყენიათ ღირებულებები. და ჩვენ გვეუბნებიან და ჩვენ გვასწავლიან იმას, თურმე რა არის ღირებულებები, რა არის სიმართლე, რა არის თურმე კაცობა, რა არის თურმე ქალობა. მე პირდაპირ შემოვიდა ჩვენთვის თავარი წიგნი არის წმინდა წერილი. წმინდა წერილში პირდაპირ წერია. ღმერთმა როცა შექმნა ადამიანი, ესე წერია, დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინი. პირდაპირ ეს წვები წერია. არ წერია ბიბლიაში მამაკაცად და მამაკაცად, დედაკაცად და დედაკაცად, ესეთი რამე არ წერია ბიბლიაში. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. საქონელმა, ცხოველმა იცის, რომ მამალი ცხოველი მამალ ცხოველთან არ მიდის. დედალი ცხოველი დედალ ცხოველთან არ მიდის. ჩვენ ღვთისხატება და მსგავსად შექმნილ ადამიანებმა აღარ უნდა ვიცოდეთ ეს? აღარ უნდა ვიცოდეთ ეს რომ კაცთან ურთიერთობა არ შეიძლება და ქალს ქალთან ურთიერთობა არ შეიძლება. ვისი უფლებების დაცვაზეა ლაპარაკი? რა უფლებების დაცვაზეა ლაპარაკი? უფლებების დაცვა კი არ უნდა. ამათმა უნდათ რომ მათ თავიანთი ცოდვა დაიკანონონ. და ცოდვის დაკანონება ესე არ ხდება. ჩვენ ეკლესია არავის არ ვდევნით. მე ვერ მეტყვის იმას და
ვერც ერთი ვერ დაგველაპარაკება, ვერც ერთ სასრუფოს ვერ გეტყვია იმას, რომ ჩვენ ცოდვილებს ხელს ვკრავთ. ჩვენ ცოდვილებს დავცინით. ჩვენ ვიღაცებს ამას ვერავინ ვერ იტყვის ჩვენზე. ვერავინ ვერ იტყვის ჩვენზე, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და საერთოდ ეკლესია არის ბნელეთის ძალა. ამას ვერავინ ვერ იტყვის ჩვენზე. კონკრეტულად რომელიმე სასულიერო შეიძლება ძალიან ცუდად იქცეოდეს. და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ თვალწინ, რომ მღვდლები არიან, რომლებიც იქცევიან ძალიან ცუდად, საშინად იქცევიან, არ იქცევიან სწორად, დილსიტყვაობენ, ნარკომანობენ, შეიძლება ლოთობენ, შეიძლება ვიღაცა ესე იქცევა, შეიძლება ვიღაცა ძალიან ცუდად იქცევა, შეიძლება ვიღაცა მრუშობს, მაგრამ ეს ეკლესიის სიწმინდეს არ ეხება. 12 მოწაფეში ერთ-ერთი იუდა იყო, გამცემელი ქრისტესი, მიმცემელი ქრისტესი. იუდამ გასცა, მოწაფემ გასცა მაცხოვარი. ესე შეიძლება ვიღაცა გამოერიოს კონკრეტულად ვიღაცა სასულიერო პირი, რომელიც იქცევა ძალიან არასწორად, რომელიც ძალიან არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობს. შეიძლება იყოს ესეთი სასულიერო პირი, მაგრამ იმ სასულიერო პირი ჩვენ ვერ მოგვიდგებიან და მართლმადიდებლებს ვერ შეგვეხებიან და ვერ გვეტყვიან, რომ თქვენ რატო ხართ ესეთები. ჩვენი სწავლება სხვა რამეს ასწავლებს. ჩვენი სწავლება, ქრისტიანული სწავლება არის სიყვარულის რელიგია. მართლმადიდებლობა არის სიყვარულის რელიგია, სითბოს რელიგია. ერთ-ერთ მოწყარსაც მოусმინეთ ქადაგებაში დამუდარო. ღმერთიო, ყველას ყველაფერს პატიოსო, ღმერთი დამსჯელი ღმერთი არ არისო. დიახაც, ღმერთი დამსჯელი ღმერთი არ არის, მაგრამ ღმერთი სამართლიანი ღმერთია. ღმერთი სამართლიანია. ღმერთი უსამართლოდ არავის არ ექცევა. ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი და ღმერთმა შექმნა სამოთხე. ღმერთი რომ მაშინ ესეთი იყო, მაშინ ჯოჯოხეთს არ შექმნა ღმერთი. ღმერთმა ჯოჯოხეთი შექმნა იმისთვის, რომ ადამიანები ჩვენი თავით ჯოჯოხეთში მივდივართ. ერთი ადამიანი ამბობდა, წმინდა გიორგისო, თურმე ესეთი ღმერთი არ უყვარდა, რომელიცო ისა, რა ქვია, დამსჯელი ღმერთი არისო. წმინდა გიორგი, სამნოდ არ უყვარდა ეგ ერთი ღმერთი. წმინდა გიორგის უყვარდა ნამდვილი ღმერთი. ჭეშმარიტი ღმერთი უყვარდა წმინდა გიორგის. უყვარდა ის ღმერთი, რომელსაც ადამიანები შეიყვარა. ესეთი ღმერთი უყვარდა წმინდა გიორგის, მაგრამ კიდევ ის ერთი ფაქტი მოიყვანეს, რომ მაცხოვარმა მეძავი შეიწყნარა. მაცხოვარმა შეიწყნარა მეძავი, მაგრამ მაცხოვარს მეძაობა არ შეუწყნარებია. მაცხოვარმა შეიწყნარა ავაზაკი, მაგრამ მაცხოვარს ავაზაკობა არ შეუწყნარებია. მაცხოვარმა შეიწყნარა მონანული მეძავი. მაცხოვარმა შეიწყნარა მონანული ავაზაკი. მაცხოვარი ღმერთი იწნარებს იმ ადამიანებს, ვისაც სინანულის გამოხატვა უნდა. ვისაც უნდა რომ თავისი ცოდვა მოინანიოს, ღმერთი იმას იწნარებს. ღმერთი იმ ცოდვას კი არ იწნარებს. ისაკასურს უწერია. შეიყვარეთ ცოდვილი, მაგრამ გძულდეს ცოდვა. მოიძულეთ ცოდვა, სიძულით მიუღდებით ცოდვას. შეიძულეთ ცოდვა და უყურე მას როგორც სიბილწეს, როგორც არაწმინდებას და მოიძულე ის, იმიტომ რომ ცოდვა არის ადამიანის წამრწმედელი, ცოდვა არის ადამიანის ჯოჯოხეთში წამყვანებელი. ეს უნდა მოიძულოთ ჩვენ თვითონმა, რომ ცოდვა უნდა მოიძულოს ადამიანმა. არ შეიძლება ადამიანმა ცოდვა შეიყვაროს. არ შეიძლება ადამიანი ცოდვას შეეგუოს. არაფრით არ შეიძლება ეს. ცოდვის შეგუებას ადამიანი მიყავს წარწმედამდე. როგორც კი ადამიანი იწყებს რაღაცის ცოდვის შეგუებას, არ აქვს ამ მნიშვნელობა ეს აცოდვა იქნება, მრუშობა იქნება ეს, ლოთობა იქნება ეს, ნარკომანია იქნება ეს, აზარტული თამაშები იქნება ეს, ქურდობა იქნება ეს, თუ რაც იქნება, არ აქვს ამ მნიშვნელობა. თუ ადამიანი ცოდვა შეიწყნარებს, ის ცოდვა ადამიანის არის უკვე დამოუკიდებელი. იქ მაგალითად მოყავდათ რომ ისა რა ქვია, თურმე ჩვენ კანონიერ ქურდებს ვიწყნარებთ. და ვინ იწყნარებს კანონიერ ქურდებს? როგორ შეიძლება კანონიერი ქურდობა ვინო შეიწყნარებს? აცნებაში წერია არიპარო. და ადამიანი ეძახის საკუთარ თავს კანონიერ ქურდს. ანუ ვიკანონებს თავის ცოდვას. როგორ შეიძლება ეს შეწყნარებული იყოს? ვინ შეიწყნარებს ამას? არავინაც არ შეიწყნარებს ამას და არავინ ამათ ესეთ იმით არ უდგება. არავინ არ უდგება ამას. ამათ თვითონ გონიათ რომ თვითონ ვიღაცებს და უნდათ რომ ესე დაგვაბრალონ, მაგრამ ეს არ არის. ქრისტიანული ეკლესია არის სხვა ეკლესია. სხვა სიმაღლის ეკლესია, სხვა სიწმინდის ეკლესია. ჩვენ აქ ყველა ადამიანს სიწმინდისკენ მოუწოდებთ. პატიოსნებისკენ მოუწოდებთ, წესიერებისკენ მოუწოდებთ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთის სიყვარულს სწავლობენ. სადაც ადამიანები სწავლობენ იმას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. ქრისტიანზე მორჩილი არავინ არ არსებობს. ქრისტიანზე, ნამდვილ ქრისტიანზე მოხარული ადამიანი არ არსებობს. არავინ არ არსებობს. დღეს უბრალოდ ჩვენ უნდა თუ რაღაცა სხვა რამეები დაგვაბრალოთ. სხვა რამეებით უნდა ჩვენ ხალხი რაზე ბრაზდება, იცით სინამდვილეში რა მინდა თქვა. იმაზე კი არ გაბრაზდნენ რომ ჩვენ საპროტესტო აქცია მოწყოთ. ისინი იმაზე გაბრაზდნენ რომ ამდენი ხალხი რომ მოყვება ჩვენ. ამას ვერ ეგუებიან ესენი. ამას ვერ ეგუებიან ეს მამათ მავლები და დედათ მავლები და ეს გადამყარი თავიანთ იმაზე რა ქვია, სიამოვნებაზე გადამყარი ხალხი ამას ვერ ეგუება. რომ ჩვენ ამდენი ხალხი მოყვება და ამდენ ხალხს ბრბოს ეძახიან. და როგორ ესე იგი თელი ქალაქი შევწდი და ეს 50 კაცია მართალი? და ზოგი ადამიანი ამათ იმათ აიგივებენ, რაღაც სიწმინდესთან აიგივებენ ამათ. ჩვენ არავის სახში არ შევარდნებთ. ვინმე გვითხრას ის მაგალითი აგერ ზოგჯერ ქუჩაში რო დგავარ, აგერ
უამრავი მამათმავალი დადის ამ ქუჩაში. რომელს ერთი წამოვარტყი თავში ხელი, რომელიც ზემეთ, რომელს შევეწყო მივაყენეთ, რომელს დედას ვაგინებთ ერთი, ვის ვეჭყობებით ერთი. ვის ვეჭყობებით? თავის გემოზე იაროს იმათ. არავინ არაფერს არ ეუბნება. ნუ მიქადაგებს ის ამ არაწმინდებას. ნუ მიქადაგებს. ყველას აუწყდება ის რომ ჩვენ ვართ 100,000 მოწამის წინაპრები ვართ ჩვენ. ჩვენ დავით აღმაშენებლების შთამომავლები ვართ ჩვენ. ასეთ მოწამის შთამომავლები ვართ ჩვენ. დავით აღმაშენებლის შთამომავლები ვართ. ამ წმინდანებმა, ამ ხალხმა, ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის გვარეს სისხლი რომ წითელთმიანმა და შეხებილმა ბიჭებმა აიარონ ქუჩაში? ამისთვის გვარეს სისხლი? ქართველებმა ამისთვის გვარეს სისხლი, ჩვენმა წინაპრებმა ამისთვის დაგვარეს სისხლი, თურმე რომ აქ მამათმავლებმა აიარონ და მამათმავლები გავხდათ. ამათვის ჩვენ ეს ქვეყანა არ გვჭირდება. იყვნენ, იცხოვრონ, არავინ არ ებრძვით მათ, მაგრამ ნუ გვიქადაგებენ. თვითონ დღეს რა დღეში არიან ევროპელები? თვითონ რა დღეში არიან? თვითონ აღარ უნდათ უკვე ეგეთი მდგომარეობა ევროპელებს. თვითონ აღარ მოწონთ რაც გააკეთეს უკვე და თვითონ უმცირეს მდგომარეობაშია. დღეს თვით იშვერენ ჩვენსკენ და ჩვენ გვასწავლიან. რა გვაქვს მათ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს ევროპისგან სასწავლი, ძალიან ბევრი რამე. ჩვენ ჯერ ძალიან შორსა ვართ. ზდილობისგან, კულტურისგან ძალიან შორსა ვართ ქართველები. ხო და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩვენ ქართველები და ძალიან შორსა ვართ. მაგრამ რაღა მამათმავლობას დავეტაკე და რადგან რაღა მოსწავლოთ. სხვა რამე ვისაუბროთ ამ ევროპისგან. რომ წესებს უარ არღვევენ, წესი არ დროიქცევიან, რომ ერთმანეთს უარ აწუხებენ, ერთმანეთს უარ განიკითხავენ, მეზობელზე რო არ ჭორაობს. ეს ვისაუბროთ ევროპისგან, რაღა იმოსწავლოთ მამათმავლობას და იმოსწავლოთ ევროპისგან. და სხვანაირი წესები ვისაუბროთ ამ ევროპელებისაგან. რაღაცა ვითომ გვასწავლიან ამას, არ გვინდა მაშინ ისეთი ევროპა, რომელიც შემშულს გარყვნეს, ეგეთი ევროპა მე ამჭირდება, ეგეთი ამერიკაც ამჭირდება მე. რომელიც მე გარყვნილებისკენ მომიწევდეს და იმისკენ მომიწოდებს 9 აპრილის ადგილზე, სადაც 9 აპრილს ჩვენი ისინი დაიღუპნენ, ადამიანები დაიყვნენ, სისხლი დაიყვარა, იმ ადგილზე დღეს იმათმა არ მნიშვნელობა აქვს, გეი გავიოს თუ მათი ხადამჭერი აქცია გაიოს, ამ მნიშვნელობა აქვს. ჩემ მნიშვნელობა მაგას არ აქვს ერთი წამითაც. რომელი გაივლის აქ და ვინ გაივლის მაგ ქუჩაზე. იმ ადგილზე წინა დღეს, სანამ ესენი შეგვიძლია, წინა დღეს 3 ქართველი ვაჟკაცი გაასვენეს გაშვეთის ტაძრიდან. 3 ქართველი ვაჟკაცი გაასვენეს იმ ადგილიდან. და დღეს ამათ უნდათ რომ გაიარონ იმ ადგილს, სადაც ვაჟკაცები გაასვენეს და კაცები გაასვენეს. ისინი არიან ჩვენი მაგალითები, ესე უკვე შეიძლება ჩვენი მაგალითები იყო და ჩვენი შვილებისთვის ესენი იყვნენ მაგალითებად. ერთი წამითაც არა. მე მინდა ყველას მოუწოდო ამისკენ და ყველას ვთხრა. ჩვენ არა ვართ მოძელადე ხალხი, ჩვენ არავის არ უვარდებით სახში და ჩვენ არავის არ ვცემთ. ჩვენ არავის ჩვენ აზრებს თავზე ძალით არ ვახვით. არავის არ ვახვით ამას და არავის არ ვეუბნებით, რატომ არ ახარა შენ ეკლესიური და ამის გამო ჩვენ არავის არ ვთხოვ და არავის არ ვცემთ. არავის არ ვეხებით ჩვენ. ჩვენ უბრალოდ ვაპარაკოთ იმას, რომ ნუ გვიქადაგებენ იმას, რაც არასწორი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაცა რომ გამოვიდეს სახადავ ლოთობაზე, რომ იქადაგოს ათისმა მეწონება და იმის ნამდვილად გამოვა. ვიღაცა რომ გამოვიდეს და რომ მომიწოდოს, რომ მარიხუანას თურმე ლეგალიზაცია არის ნორმალური ამ ქვეყანაში, ჩუმჩუმად არ მოწიოთ. ამის ნამდვილადაც გამოვა მე აუცილებლად, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემი თავობა დაიღუპოს, ეს ხალხი დაიღუპოს, არ მინდა ეს. არ მინდა ვიღაცამ ნარკოტიკი ლეგალიზაცია მიცეს ნარკოტიკს და თქვას რომ კარგია ნარკოტიკის თურმე გასაღება და ნარკოტიკის მიღება. და რა ვქნათ, ესე არიან ახლა ეს ადამიანები და ამიტომ ეს ნარკომანები უნდა შევიწყაროთ. ნარკომანებს ჩვენ ყველას პატივსცემთ და ყველას გადავყვებით და ყველას მოუვლით. თუ ისინი მოვლენ ჩვენთან, ჩვენ მათ უმკურნალოთ, რაც შეგვიძლია ჩვენ დავეხმარებით მათ. მაგრამ მათ სოდვას ჩვენ ვერ დავაკანონებთ. და მათ სოდვას ჩვენ ლეგალიზაციას ვერ გავუწევთ და ვერ დავაკანონებთ მათ სოდვას. არ მოხდება ესეთი რაღაც არასდროს, თორე იმ დროსაც ვამბობდი ტელევიზიაში მომიწია ყოფნა და იმ დროს ვამბობდი ჩვენ რო დლებს რო შეხება გქონდ სოდურიდან ესეთი შეხება ვის აქვს? ერთი რომელიც ჩორგელაიში უსაუბრს, ჩვენ რა ვიცი რა გვარია ეს მოკერიასული ხო? ამბობ არ ვიცი ერთი იმას აქვს, ერთი სოდურიდან შეხება და ისინი ეხმარებიან ერთი სოდულებს თუ რომელ სოდულს დაეხმარენ ერთი და რა გააკეთეს ერთი ძალიან მაინტერესებს ერთი. თუ ჩვენ დღედაღამე რომ ფეხზე რო დგავარ და ზოგჯერ ამდენჯერ თავრო დამხვევია ამ ადამიანების აღსარების მიღების დროს. რადგან გამხდარ რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. და ჩვენს ალახსისვრიან ესენი და ჩვენ გვასწავლიან თურმე ბნელები ვარ და თურმე ისინი ვარ და გვასწავლიან ესენი როგორია თურმე სამშობლოს სიყვარული. თვითონ არაფერს არ იკლებენ დღედაღამე და გულაობაში და დროსტარებაში არიან და რა ჩაიცვან და რა დაიხურონ და რა ჭამონ და რა სვან და ვისთან დაწვნენ და როგორ დაწვნენ ამაზე ფიქრობენ დღედაღამე. და ჩვენ გვასწავლიან ეკლესიურ ხალხს და მართლმადიდებლებს გვასწავლიან თურმე როგორ და მოიქცეთ. გადაიმსო ეს სოციალური ქსელები იმით და ბნელებს და იმას გვეძახიან ჩვენ მართლმადიდებლებს. 2 თუ 3 ფაქტი აქვს სულ. ისიც არ ვიცი ამდენად სწორია ეს რო იგინება ეს სასურველი. ამასთან ნამდვილად არ ვამართლებ. არ შეიძლება ესეც რომ სასურველი იგინებოდა. სასურველი არის მაგალითი ყველასი და ყველაფრის. ყველაფრის მაგალითია სასურველი.
სიწმინდის მაგალითია სასრულფლო და არ შეიძლება სასრულფლო ბილცით ყვაობდეს, სასრულფლო ცუდად იქცეოდეს, არ შეიძლება ეგეთი რაღაცა, მაგრამ ამას უაჩვენებენ ტელევიზორში. ამ ორი სასრულფლის და სამი სასრულფლის გარდა იქ ვიყავით 200 სასრულფლი. ის 190 კაცი როგორ იქცეოდნენ, ისინი ის რატო არ ანახეს ტელევიზიაში. ჩვენ რომ მოუწოდებით ამას რომ არ გაეკიდოთ, ნუცემთ, ნუურტყავ, ამას რატო არ ამბობენ? იმას გვეუბნებიან, თურმე 26 მაისს თურმე ჩვენი გავყოფილვართ ღამე. მე პირადად თელი ღამე ვიყავი იქ. თელი ღამე ვიყავი 26 მაისს, როცა დარბევა და ის იყო და სად იყო ეს ბოკერიასწოლი და ისინი, სად იყო ჩორგელოშვილი და სად იყო 26 მაისს რომ ხალხი დაიღუპა იქ. რომელი გამოვიდა, რომელმა თქვა რომ აი ეს ხალხი რომ დაიღუპა, აქ ამათ უფლებები რატო არ დაიცვეს მაშინ? რატო არ დაიცვეს მათი უფლებები? 7 ნოემბერს რომ გადაუარეს ხალხს და დახოცეს ხალხი, ცემაში და ტყეპაში რომ დახოცეს ხალხი. სად იყო მაშინ ეს ხალხი? ვინმე რამე ხმა მოიყო? ვინმე ხმა მოიყო? ის რა ხალხი არისო? მათი უფლებები არ დაირღვა? რომ ცემეს და წიხვეშ რომ გაიგდეს ეს ადამიანები, რომ დაეშინებინათ ხალხი და ქართული რომ დაეშინებინათ, ამის რომ ყველაფერი გააკეთეს. 26 მაისს დუპინგებს რო უყრიდნენ უკან, იმაში კადრებში როა და წაქცეულ ხალხს რო წიხლებს რო ურტყავდნენ. და წვიმაში რო დაყარეს ხალხი, მათი უფლებები არ დაირღვა? მაინტერესებს ძალიან, არ ირღვევა მათი უფლებები? ჩვენ გვასწავლიან დღეს უფლებების დარღვევას და იმას. უფლებების დარღვევა კი არა, რომელი მამათმავალი გაილახა. ისე ვის ხალხი ვინც დაშავდა, ჩვენი ხალხი დაშავდა, ვინც აქციის ხარეს იყო. ის 23 კაცი ის ხალხი იყო, ვინც ჩვენი მხრიდან იყო. ერთი არ გაილახა, ერთი ადამიანიც და ჩვენ გვასწავლიან აქ თურმე ჩვენ ბარბაროსები ვართ თურმე და ევროპა თურმე ჩვენ სხვანაირად შემოგვხედავს დღეს. შემოგვხედავს, ვიცოდნენ მართლმადიდებლები ვართ, ქართველები ვართ და ამის მიმღებელები ჩვენ არა ვართ. არ მივიღებთ ამას და მორჩა. ვიცოდეს ყველა მთელ მსოფლიო ვიცოდეს რომ ჩვენ ამას ხარს არ დაუჭერთ. მე ვარ მამა, მე ვარ სამი შვილის მამა და მე მინდა რომ ჩემი შვილები ისეთ ქვეყანაში იზრდებოდნენ და ისეთ ქვეყანაში გაიზარდონ, სადაც ღირსებას თავისი ადგილი აქვს. სადაც კაცობას კაცობის ადგილი აქვს, დედობას დედობის ადგილი აქვს. იმ ქვეყანაში მინდა იზრდებოდეს. ჩვენ ოთარამთქვრივის შვილები ვართ, ამ ხალხის შვილები ვართ ჩვენ. ჩვენ სხვა საზოგადოება ვართ, ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, ჩვენ სხვა ტრადიციები გვაქვს. კი, უნდათ ეს ტრადიციები ჩვენგან აღმოფხან და გადააგდოთ. ძალიან ბევრი ცუდი ტრადიცია გვაქვს ჩვენ, ძალიან ბევრი ცუდი ტრადიცია გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება ის რაც კარგი გვაქვს ის მოგვაშოროთ. რაც ცუდი გვაქვს ეს მეც მინდა რომ მოვიშოროთ ქვეყანაში და მეც ვეუბნი არასწორ ტრადიციებს საქართველოში და სიმთვრალეს და გადაიმაზე და დადგებიან ამ სუფრაზე და დღედაღამე და განსხვავებულები და ვერ დგებიან სუფრიდან და ამას მეც ვეუბნი და მეც არ მომწონს ესეთი ტრადიციები 15 ჭიქას რო დაელაგებენ 15 ჭიქას რო დალებენ ეგ ტრადიცია არც მე მომწონს და არა ვარ ამის მომხრე მაგრამ ქართულობის და ამის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს როგორ შეიძლება შენ ერთ წინააღმდეგო ჩვენ სხვა ხალხი ვართ მე არ მომეწონება დღეს რაღაცა მოდაში შემოვიდა ნაზი ბიჭები განაზული ბიჭი რაზნე განაზული ის ომში გავამადგება მე ის ჩემ ქვეყანას დაიცავს ომი რო დაიწყოს ეს პედიკურით მოვლილი ბიჭი მოვა და გამეხმარება ომში ჩვენ ქვეყანას ის დაიცავს ეგეთი შვილები ჩვენ არ გვჭირდება ეგეთი კაცები ჩვენ არ გვჭირდება ჩვენ სხვა კაცები ვართ ჩვენ სხვა ადამიანები ვართ სხვა ვაჟკაცობა გვაქვს და სხვა ქართველობა გვაქვს და სხვანაირები ვართ ჩვენ მართლმადიდებლები და ყველა ქართველი სხვანაირია ჩვენ სხვა ჯიგრით გავიზარდეთ სხვა გულით გავიზარდეთ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაცვით გავიზარდეთ ამ ქვეყნის დაცვით გავიზარდეთ და ამ ქვეყნის შემართებით ვართ ჩვენ ესე მინდა ჩვენი შვილები გაიზარდონ ქრისტეს ცნებით მინდა ჩვენი შვილები გაიზარდონ თავრობები და სახელმწიფოები იცვლება შეხედულებები იცვლება პარლამენტს სხვადასხვა კანონის მიღება შეუძლია როგორი თავრობაც გვეყოლება ისეთ კანონებს მიიღებს თავრობა ისეთ კანონებს მიიღებს თავრობა და ჩვენი მთავარი კანონი უკვე დაწერილია ახალ თქმაშია ჩვენი კანონი დაწერილი რა კანონები გვაქვს ჩვენ და რა შეხედულებები გვაქვს ღმერთმა ეს კანონი ღმერთზე დიდი კანონდებელი არავინ არ არის ღმერთმა უკვე ყველაფერი დააკანონა და ყველაფერს თავის სახელი დაარქვა უკვე ღმერთმა ჩვენის რაც ღმერთისგან დაიდო კანონი იმას ჩვენ ნუეწინააღმდეგებით და ვისაც უნდა ამ ცოდვის მიღება იმას თავის სახლში რაც უნდა ისყავდეს თავის სახლში გინდა იმამად მოვოს გინდა იდეთმა რაც უნდა ის უკეთებია საკუთარ სახლში როგორც უნდა ისე მოიქცეს საკუთარ სახლში რაც უნდა ეს გაუკეთებია არავინ სახლში არ ვარდება არ ეუნება რატო იცევ ესე ქუჩაში ნუ გამოხარ და ტელევიზიაში ნუ გამოხარ და ნუ გეკადაგებ ამას თქვენ გახსოვთ გადაცემები რუსთავიორზე თუნდაც შოუები რო იყო გასართობი შოუები ვითომ და იყო რაზე იყო შოუ აგებული ბავშვებს რომ გონებაში ჩაესახოს მამათმავლობას ასახიერებდნენ და ამას კარგად წარმოაჩენდნენ მამათმავლობას ვითომ ციხეებში როგორია მამათმავლობა ისინი და ამით თამაშობდნენ
კაცები გამოდიოდნენ ქალის ფორმებით. მაღალგუსლიანებზე იდგნენ, ისე იდგნენ, ვითომ შეღებილი, ვითომ ისა და ამას გვასწავლიან, ნენელა გვაჩვევენ ამას ტელევიზიები, რომ თურმე მამათვალობა კარგია. როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს? როგორ შეიძლება კაცმა გაიცინოს მამათვალობაზე და იცინოს ამას და იხმუროს ამაზე? ქართველებს იუმორი დაგველია? ქართველებს იუმორის ნიჭი თუ არა გვაქვს, ისი ნიჭი გვაქვს მაშინ? ეს არის სახუმარო თემები? სხვა რამე მოიფიქრე, სხვა რამით გაგვაცინე, თუ ხალხის გაცინება უნდათ. ეს არის სპეციალურად მიზამიმართული მდგომარეობა, რომ დღეს მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო გადართულია ამა დაცვაზე. ამა და რატო არიან იცი ამა დაცვაზე დაცული? კაცო რომ რაინდს გახდი, ელტონ ჯონს. ინგლისში, რაინდების ქვეყანაში, ჯენტლმენების ქვეყანაში, რაინდების ქვეყანაში, მამათ მამას რომ რაინდს გახდი. და რაინდის წოდებას რომ მიაწოდებ. და ამათ თქვა, გინდა ჩვენ რაღაცა ვისწავლოთ. როგორ შეიძლება რაინდი ერქვა? რაინდი არის მისაბაძი ადამიანი. მისაბაძი ადამიანი ქვეყნისთვის, ერისთვის, ახალგაზრდობისთვის და რაინდი ხდება მამათ მავალი. ბუნება შეცვლილი ადამიანი. იმიტომ რომ სოფლიოს დაანახონ ეს უნდათ მათ. სოფლიოს დაანახონ, რომ ნახე ჩვენ როგორი შემწყნარებლები ვარ და როგორი რა შემწყნარებლები ხართ, ვის შემწყნარებლები ხართ, რა ვინ ვის სიწყნარებს. მერთმა ყველას უშუალოს, მერთი ყველას დაეხმაროს. ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს სიტყვა და სიყვარული. ჩვენ ყველა ადამიანი გვიყვარს. ჩვენ ყველა ადამიანის მიმართ გვინდა რომ სიტყვა და სიყვარული გამოვხატოთ, მაგრამ არავის არ დაუთმობთ იმას, რომ ჩვენი სიწმინდეები შელახოს. არავის არ მიცევთ ჩვენ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ჩვენ ქართველობაზე ვიღაცა მიაროს, ჩვენ მეობაზე ვიღაცა მიაროს. დღეს თურმე ქართველობის ხსენებაც რო ახსენებ ერთ-ერთმა ადამიანმა და ამერიკა შემახო მეუბნება, მამაო, ნუ ლაპარაკობ ქართველობის ესო სეპარატიზმი არისო. არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება, როგორ აბა სომეხმა თუ სომხობით არის ამახა. აზერბაიჯანმა თუ აზერბაიჯანობით არის ამახა. ამერიკელმა თუ ამერიკელობით არის ამახა. გერმანულმა თუ გერმანულობით არის ამახა. ინგლისელმა თუ ინგლისელობით არის ამახა. იტალიელმა თუ იტალიელობით არის ამახა. მაშინ როგორ ავართ მაშინ? მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, მე ქართველი ვარ. საქართველოში დაბადებული ვარ და ყველა ვინ საქართველოში დაბადებულია, ყველას პატივს ვცემ. ეროვნების მიუხედავად, სარწმუნოების მიუხედავად, ყველას პატივს ვცემ. ჩვენ აგერ მუსლიმანებმა რომ დაგვინგრიეს, ტაძრები რომ დაგვინგრიეს და რომ გავანთავისუფლოთ თბილისი მუსლიმანთა ბატონობისგან, ჩვენ მათი მეჩეთი არ დაგვინგრევია. მათ რომ გადაგვიწვეს ჩვენ ტაძრები, ჩვენ მათი მეჩეთი არ დაგვინგრევია. ჩვენ ყველაზე ლიბერალები ვართ მაგ დამოკიდებულებაში. ჩვენზე ლიბერალი ხალხი არ არსებობს. ერთ პატარა ქუჩაზე, მეიდანში არის სინაგოგაც, არის სომხური ტაძარი, არის მეჩეთიც. ერთ პატარა უბანში, თბილისის ცენტრში, ისა ნამდვილი ცენტრი, მეიდანი. სად ცენტრი იყო თბილისის? ერთი ფაქტი მაინც გითხარით, ქართველებს რომ ვინმეს მეჩეთი დაგვინგრიოს, ვინმეს ტაძარი დაგვინგრიოს, როდის დაგვინგრიოს, როდის დავანგრიეთ ვინმეს რამე. როდის შეუვარდით ვინმე სახლებში და როდის ვაწიოთ ჩვენ? ევროპელებმა იკითხოთ, თვითონ ჯვაროსნული ლაშქრობები ჩვენ არ მოგვიწვია. ჯვაროსნული ლაშქრობები ევროპელებმა მოაწყვეს. ხო და გერმანელებმა რო იცახენ ევროპელები ვართო. ბანაკები მე მქონდა საქართველოში გახსნილი გაზეთ რო გუდავდი ხალხს. ევროპელები გუდავდნენ გაზეთ ხალხს. ევროპელებმა მოაწყვეს ოსენციის ბანაკები და ესენა დააწყვეს ხალხი და გაზეთ გაგუდეს ევროპელებმა ხალხი. ჩვენ გვასწავლიან დღეს იმას, რა ქვია, ღირებულებებს. თავიანთ ღირებულებებს მიხედონ და თავიანთ თავ შეხედონ იმათმა, ვის აღირებულებები გვაქვს და როგორი ღირებულებები გვაქვს. ხოდა, ერთმა შეგვაძლევინოს ჩვენ ერთი რამე უნდა ვუწოდოთ ყველამ. ამიტომ ქრისტიანობა სხვა სიმაღლეა. თუ თქვენ კარგად არ გაიზრდებით ქრისტიანობაში, ძალადობით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ძალადობა არის ყველაზე ცუდი ფორმა და ყველაზე მძიმე ფორმა. ძალადობამდე, ამიტომ მე ძალიან ხშირად მიხადაგია თქვენს და მithქვავს თქვენს, რომ განათლება უნდა შეეძინოთ. ჩვენ გვჭირდება განათლებული მრევლი. ჩვენ არ გვინდა ბრბო, ჩვენ არ გვინდა ფანატური მრევლი, ჩვენ გვინდა განათლებული მრევლი გვჭირდება ჩვენ. როცა შენი რწმენა იცი, რა გწამს, როგორ გწამს, როცა ეს კარგად იცი, მაშინ შენ ვერავინ ვერ დაგიპირისპირდება, ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის. და როცა საჭირო იქნება, მაშინ გამოვა და დამდგები ჩვენი ქვეყნის დასაცავადაც და ჩვენი რელიგიის დასაცავადაც. ვიღაცებს უნდა რომ ჩვენ ესე გამოგვიყვანოს და რაღაცას დაგვიბრალოს, მაგრამ ამას ვერავინ ვერასოდეს ვერ იღებსება. ვერავინ ვერასოდეს ვერ მიიღებს ამას. ისში ვისაც აქვს ჩვენ ამდენი ხალხი გვერდზე გვიდგას, მათ ეშინოდეთ მართლა ჩვენი, თუ მართლა ესე უნდა და გვემუქრებიანო ჩვენ. რატო უნდა არავის არ ვემუქრებით ჩვენ? რო ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს. იმათ ის კუჭი იმაზე ეწვით რომ 1 საათში ამდენი ხალხი რო შეიკრიბა. 1 საათში რომ ამდენი ხალხი შეიკრიბა, ამაზე ეწვით მათ კუჭი. არც ერთმა ტელევიზიამ არ ანახა, რამდენი ხალხი იყო გამოსული. არც ერთმა ტელევიზიამ. მე არავინ არ ანახებდა საღამოს გადაცემებში, არავინ არ ანახებდა, რამდენი ხალხი მოვიდა და ისა.
და მე ისა რა განახილდა მხოლოდ ამ დარბეების და მომენტებს ანახილდა და ამდენი ხალხი რომ გამოვიდა წინაამდე გამხალხისა იმას ატო არ ანახებენ ამდენი ხალხს არ უნდა ესენი და თვითონ მოგშორდნენ თვითონ თავი დაგვანებონ ახლა არავინ მართლა ისე ვიმეორე ბოდიში რამდენჯერ გამოვიდი არავინ მათ სახლებში არ უვარდები ჩვენ არავინ მათ არ უთვლის მე პირადად უამრავი ესეთი ადამიანი მაქვს ახსარებას მიღებული რომელი მყავს ნაცემი და რომელი მყავს შეურაცხყოფილი პირიქით მათზე ვლოცულობ მათზე ვევედრები ღმერთს ღმერთმა ესეთები გამოასწოროს ვის ახლა იმათ უყართ რა ქვია ვიღაცების კაკაბაძეებს და იმათ უყართ თურმე ეს ადამიანები ჩვენ არ ვიყავს ადამიანები ჩვენ მათზე მეტად ვიყავს ადამიანები მათზე მეტად რომ ჩვენ მათზე ვლოცულობ იმათ ერთი დღეც არ ვლოცია მათთვის და ნუ გვასწავლიან ჩვენ ვინ როგორ უნდა მოიქცეს და რაღაც ვინ როგორ უნდა შეგვიხოს ჩვენ თვითონ ასწავლოთ საკუთარ თავს მიხედოთ თვითონ ყველა მიხედოთ საკუთარ თავს ჩვენ და მე გვასწავლოთ ჩვენ რა არის ეკლესიურობა და რა არისა ააჭირეს ეს ისა რა ქვია გვერდები და ეს და შეურაცხყოფები და ერთ-ერთი მოძღვის ქადაგება 3 თვის უკანდელი ქადაგება ნახეს და იმას დებენ და ვითომ მას ატრიალებენ რომ ვითომ ამის დამცველად არის ის მოძღვარი გამოსული ამათვალების დამცველად არავინ არ დაიცავთ მათ ჩვენ მოვეფერებით მათ ჩვენ პატრიცებთ ოღონდ მონანულ ადამიანებს ოღონდ ვისაც ამ ცოდიდან გამოსვლამდე ადამიანებს ამ ცოდაში ყოფნა ჩვენ არავის არ დაუკავანოთ არასოდეს შემინდეთ დღეს რომ ესეთი ქადაგების მომიწია მაგრამ აუცილებელი იყო ჩვენგან მე სულ ვერიდები მე თუ რაღაცა ისეთი მომენტი არ დგას ჩვენ იმაში მე ესეთ თემებზე არ ვქადაგებ იცით თქვენაც ყველაფერი როცა უკიდურეს გომობროთ უბრალოდ ძალიან ისეთი მდგომარეობა დღეს თელ ქალაქში და თელი სოციალისტები აჭრილებულია ამ ჩვენს მიმართ ესეთი განცხადებები და შეურაცხყოფელი განცხადებები დაფცენიან მასხად გვიგდებენ ეკლესიას სიბინძურით უდგებიან და ყველა ტალახი ჩვენ გვესურეს ვითომ ჩვენ იყოთ ამ ქვეყნის დამაქცევლები და ვითომ ჩვენგან წამოვიდეს ყველა ბოროტება ისე გვაბრალებენ ჩვენ ეკლესიას ამ ყველაფერს ნახონ ეს კადრები 7 თუ 8 კადრია ძალადობისა 7 თუ 8 კადრია მხოლოდ ძალადობისა 100,000 კაცი იყო ხალხო გამოსული ვინმე რო არ დაიღუპა ამდენი ხალხის დროს ამდენი ხალხის კონტროლი არ გინდათ რომ გიკონტროლებინა მოძღვრები მართლა რო არ ყოფილიყო იქ საშინება მოხდებოდა ჩვენ ვაჩერებდით კიდევ იმ ხალხს რო არ გადასულიყო ჩვენ ვაჩერებდით კიდევ იმ ხალხს და მე უკვე იმ ხალხმა ხო გადავიდეთ მე ჩვენ დაუძახე და გადმოვიდა მე ეს ხალხი და ეს ადგილი დავიკავეთ რომ იმათ აღუმი არ ჩაატარებინა თავიანთი მერტმა ყველა დაგლოცოთ მერტმა გაგახაროთ და ღვთისმადაც გამოიყოს ბენზე ორ შაბათს არის 20 მაისს არის 13 ასრული მამის ხსენების დღე და მე ჩავატარებ ამ დაწესში მსახურებას თან ჩემი კურთხევის დღე არის სიმღერას დიაყვნად მაკურთხეს და მინდა რომ მსახურება მე თუ ჩავატარო ორ შაბათს მე თუ მსახურების ჩატარება სამშაბათს არის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე სამშაბათს მამასაბო ჩაატარებს ამ დაწესში ლოცვას 4 შაბათს არის წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე და მამა ნიკოლოზი ჩაატარებს წირვას 4 შაბათს ესე ზედზე გადამოგიზავს საფრთხეების ჩატარება და მინდა რომ ყველანი დალოცულები იყოს, მინდა რომ ყველა გახარებულიყო დღე ერთმა ყველა დაგლოცოთ, ერთმა ყველა დაგახაროთ, ერთმა ჩვენი ქვეყანა გაამტვიანოს, ერთმა ჩვენ ქვეყანას მიცეს სიმშვიდე, ჩვენ არა ვართ ძალიან ბევრი, ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ. ჩვენ არა ვართ ის ხალხი რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ, ერთმანეთს მიმართ სიძულვილო გამოხატოთ. მე შენდობას თუ იმაზე რომ ვიღაცების სახელების და გვარების დასახელება მომიწია დღეს ამბიოდან. მე ვერიდები სახელების და გვარების თქმას, ვერიდები ამას, მაგრამ ზოგს იმდენად ზოგჯერ თავზე გაუდი თავიანთი მდგომარეობა და იმდენად რაღაცა ისი არიან თავიანთში განმტკიცებულები ამ თავიანთ სიბუცეში და თავიანთ არაწმინდებაში ვასწავლიან ჩვენ მართლმადიდებლებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და მინდა რომ მათაც თუ ისინიც მოგვუნდებიან ჩვენ ყველას მომოძინე ვართ ღმერთმა ყველა შეიწმარა ღმერთმა ყველა შეწყნარება მიცა ცოდვა გძულს და ცოდვილები გვიყვარს იმიტომ ესე არის იმიტომ რომ ჩვენ ცოდვას არასოდეს არ შევიგვივით მაგრამ ცოდვილებს ყოველთვის მივიღებთ ნებისმიერი ცოდვით ადამიანს რასაც ჩვენ ცოდვებს უსმენთ რასაც ჩვენ სიბუცეს და სიბინძურს ჩვენ და იმ ადამიანებს ჩვენ როგორ ვეფერებით და ვეხუტებით და რამდენი სიკეთე გვინდა ამათვის ამას ვერავინ წარმოიდგენს როგორ გვინდა მათი გამოსწორება და მათი აღზრდა დაყენება ამიტომ ჩვენ უგასწავლიან ცოდვილების სიყვარულს და ჩვენ უგეუნებიან იმას რომ როგორ უნდა იყოს ცოდვილთან ურთიერთობა მართლა ყველა დაგლოცოთ მართლა გაგახაროთ და ეს მანდაც მალობა იყოს მე საცხებელი დედების მაგის შეგეციო დაგიყვარო დაგიცვა და გაგახაროთ ყველა დედათა შეგეციო ქვეყნად გაზაფხული სკლავად დამხატვე
რა სულის თქმა ხარ რა ქარის მოდი ალვის ხებს წელზე მოეხვიე ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამოვნე ჩემო სადარნელო ჩემი საქართველო აქ არის მეცარ ჩემი ღამე უნდა გავატენო ჩემი საქართველო აქ არის ლაღი სარბიელი ლაღი მთადამდელო ლაღი მიმოქცევა საშორის ახალ თაობათა მოსვლალ სანადრელო შენ ხარ შუქი ჩემი ჯავარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარბელო ჩემი საქართველო აქ არის მეცარ ჩემი ღამე უნდა გავატენო ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე ჩემო სადარბელო ჩემი საქართველო მეცარ ჩემი ღამე უნდა გავატენო ჩემი საქართველო ჩემი საქართველო